მოგესალმებით. როგორც დაგვბერდით, წერ მეორე ვარიანტს კაცებისათვის. პირველი ვარიანტი გვედევს, მესამეც ჩაიწერება. თქვენ ბოლოდ უნდა აირჩიოთ პირველი, მეორე თუ მესამე. და თუ კარგი ინტუიცია გაქვთ, ეს გაშლა იქნება თქვენთვის. თუ შეცდით, მაშინ მოვსმინეთ პირველს, მესამეს, თუ არ მოგეწონათ ეს ვარიანტი და თავიდანვე იგრძნობთ ეს თქვენი გაშლა თუ არა. მამაკაცისთვის იშლება ეს და ნახეთ ბოლო არკანა დამოხვედით, ბოლო ენერგიათ, ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი სირთულე გაქვთ ქალთან დაკავშირებით და აქვე არის მეორე ქალი. ოღონდ ეს არ არის მთავარი ქალის გამოსახულება. ნახე, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ყავს ორი ქალი, ერთ ქალთან ააპირებს, რომ დაასრულოს ურთიერთობა და საკმაოდ მძიმეა ეს დასრულება, არ არის მარტივი, ხოლო მას გულში ყავს მეორე ადამიანი. ახლა ვნახოთ რა ხდება ამ მამაკაცის თავს, ვისთან ასრულებს. უკაცრავად. სახლი, გზა, ბუდე, ეს არის ოჯახიანი, დაოჯახებული მამაკაცი, რომელიც შლის ოჯახს, ანგრევს ოჯახს და აი დანგრევის შემდეგ ახალ ურთიერთობაში შედის, იმიტომ რომ მისი გული, აი კი ბატონო, ორიანის ადგილას არის მისი გული, სხვა ადამიანი არის მასთან შემოსული, სხვა ადამიანით არის ის მოცული და ამიტომ ნახე, არ თამაშობს, არ აპირებს ორმაგ ცხოვრებას, ანგრევს ერთ ურთიერთობას და აპირებს მეორე ურთიერთობაში შესვლას. მოდი ვნახოთ რა ჩქარობს მასთან. მასთან ჩქარობს მეგობრის დახმარება, რომელიც მის კარიერაში, სამსახურში, საქმიანობაში უდგას გვერდით და ამ მეგობრის დახმარება სჭირდება და ჩქარობს ამ მეგობრისგან, ასე ვთქვათ, დამხმარე ხელის მიღებას. ეს უკავშირდება დაწინაურებას, საჩუქარს, მაღალ ხელფას, მეტ ფულს, ან მეტ სტატუსს და ასევე რაღაცა მდგომარეობის შეცვლას, ადგილმდებარეობის შეცვლას გულისხმობ. სადაც არის იქიდან აი ყველაფერს ამთავრებს იქ და სხვაგან უნდა აბსოლუტურად რომ სხვა ადგილას მოერგოს და ამაში სჭირდება ვიღაცის დახმარება და ამ დახმარებას მიიღებს. ძალიან ჩქარობს, ამაზე ფიქრობს, რომ უთხრას, სთხოვოს, რომ მე მჭირდება დახმარება. თორე არავინ არ იცის ადამიანი გულში რას ფიქრობს, რა უნდა, რა სურს, ეს ყოველთვის უნდა თქვათ და დახმარების მიღება არ არის სირცხვილი, როცა ეს გჭირდება და ეს ადამიანი სწორედაც თავის მეგობართან იტყვის ამას, რომ მე მჭირდება მსგავსი დახმარება და ისიც დაეხმარება მას. ძალიან ეჩქარება და ძალიან ჩქარობს ამ, ასე ვთქვათ, გარდასახვა სიტყვა მოდის. ხო, გარდასახვა. ყველაფერი უნდა გარდასახოს, უნდა გარდასახოს პირადი ცხოვრება და ანგრევს ოჯახი, უნდა გარდასახოს თავის სამუშაო ადგილი, აი აშკარად ჩანს და ეს ყველაფერი მიუახლოვებს სიყვარულს. ასევე ფიქრობს სახლთან დაკავშირებით, თითქოს სირთულეა რაღაცა და მოელის აი ფიქრობს რაღაცა, აი გასაღები აქვს პირდაპირ, ოღონდ ოცნებობს ამას და ძალიან შიშობს, რომ ვაი თუ ეს ოცნება არ ახდეს და ეს სახლი ვერ მიიღოს. ძალიან ეშინია ამისი. მინდა გითხრათ ეხლავე, რომ გასაღები მზის სახლშია და ის აუცილებლად მიიღებს ამ სახლს, მაგრამ მან ეს არ იცის, სანამ ამ გაშლას არ ნახავს, რომ აუცილებლად მიიღებს ამ სახლის გასაღებს და ნერვიულობს, რომ ნახოს ეს გაშლა აღარ ინერვიულებს. მიზნები აქვს დასახული და ამ მიზნებზე ფიქრობს, ამ მიზნებზე მიისწრაფვის და რაღაცა აი ქალთან დიალოგს ნახე, მის მეუღლესთან არის ეს დიალოგი, საკმაოდ მძიმე დიალოგი, აი ეს ოჯახის სახლია, ოჯახის დანგრევაზე, ეს არის გულის სახლი და მისი პირადი ცხოვრება არის, აი ახალი პირადი ცხოვრება, რომ დაიწყოს, ვინც უყვარს. აი ოჯახის დანგრევაზე ექნება საუბარი და ეს ოჯახი დაინგრევა სამწუხაროდ თუ
საბედნიეროდ, მაგას ვერ ვიტყვი. მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამიანი არ ცდილობს ორმაგ თამაშს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეუყვარდა ადამიანს სხვა და შლის ერთს, რომ ააშენოს მეორე. მე ხლა არ შევდივარ განხილვაში, მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. ზოგადად ექნება წარმატებული პერიოდი, გაუმართლებს ამ ადამიანს, ყველა მხრივ აქვს გამართლებები, ყველაფერი აიწყობა, მაგრამ ახლა ყველა საკითხი ერთულება, თუ კი რამეზე ფიქრობს. პირადია, ოჯახის თემის მოგვარება, დაშლა, როგორც უნდა, კარიერა, ყველაფერი ერთულება, ყველაფერში პრობლემას ხედავს, ეხლა რომ რაღაც ჩიხურ სიტუაციაშია, მაგრამ ამ დროს სამივე საკითხში ძალიან უმართლებს ამ ადამიანს და როგორც თქვი, ეს არ იცის. იმაზე, რაზეც ფიქრობს, იმას მიიღებს, გასაღებს გულისხმობს ახლის თემას და რაც შეეხება განქორწინებას მიიღებს. აი პირდაპირ ჩასნახეთ ცოლთან განქორწინება ოფიციალური. ეს მოხდება, აკე, ოფიციალური გზა იცვლება, ცხოვრების გზა მათი. აი პრობლემებს რო დაალაგებს, მასში იქნობს ძალას. აი რაღაცა, ეხლა სუსტად გრძნობს შინაგანად რაღაცნაირად დათრგუნულია და ამ პრობლემებს რო დაალაგებს, აი მაშინ იგრძნობს ძალას. სამსახურს იცვლის ეს ადამიანი აშკარად, ანუ თქვენ ვინც უყურებთ, შეიძლება იყოს ცვლილება სამსახური, შეიძლება იყოს სხვა ფილიალში გადასვლა, შეიძლება იყოს სხვა, ასე ვთქვათ, სხვა სტატუსზე გადასვლა, ანუ სხვა პოზიციაზე გადასვლა. ეს ნამდვილად იქნება. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად, განქორწინების შემდეგ ძალიან სწრაფად იწყებს პირადი ცხოვრების მოგვარებას, ვინც ყავს გულში და მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა გაკიცხოთ ამის ქვეშ ქალბატონებმა, აქ მანიშნებს, რომ ეს ქალი ვინც შეუყვარდა, იყო მისი საბედისწერო ქალი. ეს აუცილებლად მოხდებოდა. ეს დაწერილი იყო, ანუ ნახე, რას ნიშნავს დაწერილი იყო. სანამ დავიბადებოდით თქვენ იმ ქალბატონთან ვინც გიყვართ და სანამ დაიბადებოდა ისის, თქვენმა სულმა დადეთ ხელშეკრულება, რომ აუცილებლად თქვენ უნდა შეხვედროდეთ ერთმანეთს და ყოფილიყავით სასიყვარულო ურთიერთობაში და აი ამის მანიშნებელია ზუსტად ეს არის ბედისწერა და ეს ესე მოხდებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. და ოღონდ უბრალოდ აი ამას ელოდება, რომ დასვას წერტილი და მერე დაიწყოს ახალი და ნუ ეს სახლის თემა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი გულში ყავს ეს ქალი, ვინც უყვარს ძალიან. სახლის თემა უსრულდება აი საჩუქარივით, იღბალივით ეცემა თავზე, თუმცა გაურკვევლად იყო. განქორწინება კეთდება, ახალ პოზიციაზე თუ ეგ უკვე განვიხილეთ, ახალ ადგილას, თუ ახალ საერთოდ სხვა სტრუქტურაში, თუ სხვა ფილიალში, თუ მოკეთ სიახლე შემოდის, ძალიან სტაბილურად იქნება, ძალიან გახარებული იქნება. მეორე ქორწინება დგება ამ ადამიანთან. ნუ მე არ ვიცი ეს გაფორმდება, ანუ ქორწინება იქნება რეალური, ანუ რას გულისხმობ, კანონიერი ცოლ-ქმარი იქნებით თუ უბრალოდ იქნებით სიყვარულში, ეგ არ ვიცი, მაგრამ ერთი ნამდვილად ჩასაქ, რომ ეს არის საბედისწერო სასიყვარულო ურთიერთობა და რაც არ უნდა გემოქმედათ, რაც არ უნდა მომხდარიყო, თქვენ ერთად იქნებოდით და ეს არის ამ ადამიანის, ანუ თქვენი კარმა, ანუ ეს გიწერიათ, აი ეს რაც ეხლა ვთქვი, ამოვიდა კარმული კვანძები. ეს არის გარდაუვალი, რომ ეს ესე მოხდება. ეს იყო მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ჩაიწერება და